როცა პაციენტთან მუშაობას რაღაც აკლია. ჩვენ ექიმები მათ ვერ უტარებთ კონსულტაციას, ვერ ვაწვდით სწორ და დამაჯერებელი ინფორმაცია. ზოგჯერ არის რომ არ დაგიჯერებს და მიძულებული ხარ გაუკეთო საკეისრო. გაუკეთებ და მე ყოველთვის ნამაყრია. უნდა ვიმუშაოთ ბევრი რომ გადავაფიქრებინოთ საკეისროს გაკეთება და იმშობია რომ ფიზიოლოგიურად. ძალიან ძნელია, როცა ქალს კატეგორიულად უნდა საკეისრო კვეთა, შენ მიდიხარ ესე იგი მისი ნების საწინააღმდეგო და იღებ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს დედიშა და ბავშვის ჯანმრთელობაზე. ვერც ბავშვს ახერხებენ რომ მოუვარო, ძუძუც რაღაცა ისე არა აქვთ აქტიურად, სახლშიც არ შეუძლიათ წესიერად მოძრაობა. ჩვენ ხედავთ რომ ახალგაზრდა ჯანმრთელი სახსავლამათი ესე იგი პატარა გოგონები რომლებსაც მთელი ცხოვრება წინა აქვს ხშირად უმიზეზოდ იკეთებენ საკეისრო კვეთას. მითები და რეალობა საკეისრო კვეთის გარშემო. ძალიან ბევრი მითები არსებობს აი საკეისრო კვეთასთან დაკავშირებით. საკეისრო კვეთას უამრავი გართულება ახლავს თან. სისხლის დენა, უამრავი დანაკარგი, მეზობელი ორგანოების დაზიანება. ხელოვნური განაყოფიერება პირდაპირ ჩვენებაა და ჩვენ გვაქვს შემთხვევები რომ ხელოვნურ განაყოფიერებასაც ვამშობიარებ. დედის გარდაცვალებების 80% საკეისრო კვეთის შემდეგაა. რეხოსპიტალიზაცია საკეისრო კვეთის შემდეგაა. საშვილოსნოს ექსტრიპაცია არის საკეისრო კვეთის შემდეგ. ჩვენთან მშობიარობენ ჯდომებით გადატანილი საკეისრო. ვისმენ ესეთ რაღაცას რომ მთელი ამერიკა და ევროპა გაიდლაინებში წერენ ეხლაო რომ არ ვარ გავალ ფიზიოლოგიური მშობიარობა. მონაგა კვირას ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.